მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ის ხშირად რაზეც ვფიქრობთ, აისახება ყოველთვის ჩვენს საუბრებში და ქცევებში. ვიდრე იმას შევეხებით, თუ როგორ და რატომ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი აზროვნება და როგორ შეგვიძლია ჩვენი ფიქრების ამოცნობა, საერთოდ ღვთისაგან მოდის ისინი თუ ეშმაკისაგან, მანამდე მოდით ასეთი შემთხვევა ამოვიკითხოთ, რომელიც მოცემულია მათეს სახარებაში, წმინდა წერილის ეს მონაკვეთი ნახეთ, მათეს სახარების მე-16 თავის 22-23 მუხლები. აქ გეტყვით, რომ კონტექსტში საუბარია, როცა იესომ თავის მოწაფეებისათვის იმისი გამხელა დაიწყო, რომ ის უნდა წასულიყო იერუსალიმს, რათა ის დაეტყვევებინათ, იქ ეწამებინათ და მოეკლათ და მერე მესამე დღეს უნდა აღდგარიყო. და 22 მუხლიდან ჩვენ ვიგებთ, რომ პეტრემ გაიყვანა გვერდზე იესო და გაკიცხვა დაუწყო. ეს რა აზრები მოგდისო თავში? აღარც იფიქრო ასეთი რამეო. ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ეხლა პეტრეს ისი არიგებს პეტრე აქ იესოს, როგორც ალბათ თვითეული თქვენგანი დაარიგებდით თქვენს ახლობელს, რომელიც მსგავს აზრებს გაგანდობდათ. შენ ხო არ გაგიჟდი, შეიძლება გეთქვათ ეს სიტყვა, ეს როგორ იფიქრე, შესაძლოა გეთქვა ხო კიდეც. როგორ მოგივიდა თავში მსგავსი რამ, მაგრამ ვნახოთ 23 მუხლიდან რას ეუბნება იესო პეტრეს. გამშორდი სატანა. რატომ გამოიყენა იესომ ეს მიმართვა პეტრეს მიმართ? იმიტომ რომ იმ წუთას სატანა ეშმაკმა აღძრა პეტრე იესო გადაერწმუნებინა იმისი გაკეთებისაგან, სინამდვილეში რისთვისაც, რა მისიითაც იესო დედამიწაზე იყო მოსული, გამოგზავნილი, ხო? რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი. ზეცაში ეს საკითხი ზეციერი მამის მიერ და სწორედ ეს იკითხება ბიბლიის პირველივე ფურცლებზე დაბადების 3:15-ში, როცა დაანოსა ღმერთმა ეს ღონისძიება იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც სატანამ წამოჭრა 4-ის ბაღში და საერთოდ ეს საკამათო საკითხის გამოსასწორებლად. და ღვთის მიერ მოხსენებული ღონისძიება, როგორც გითხარით, 3:15-ში იკითხება ეს დაბადებაში. და ეს ჯერ კიდევ მაშინ იგეგმებოდა, თუ როგორ მოავლენდა დედამიწაზე თავის ძეს, რომელიც გაიღებდა თავის სრულყოფილ სიცოცხლეს ადამიანების გამოსახსენად და გადასარჩენად. და დეტალები აი ამ ღონისძიების შესახებ თუ არ მოგისმენიათ. ჩემს გვერდზე განხილული მაქვს, თუ შემოხვალთ იესოს ფოტოს დაწკაპონებით, მერე გახსენით ყველა ვიდეოს ნახვა, ატვირთების ფუნქცია და რიგით 34 ვიდეოშია ეს ახსნილი. ანუ, მთელი აი ამდენი ხანი ემზადებოდა იესო, როგორც ზეცაში, ისე შემდგომ მიწაზე მოსვლის მერე თავის მსხვერპლად გაღებისათვის და ეს პეტრე ეუბნება, რომ არ გინდაო რა, ნუ იზამო ამასო. ჩემი თავის გამახსენდება ხოლმე, როცა ბიბლიის გამოკვლევა დავიწყე, ისთან ერთადაც ვიკვლევდი ხოლმე. მეუბნებოდნენ ხოლმე ბევრი ნაცნობები, ახლობლები, მოდი შეეშვი არ გინდაო რა, ეგენიო. ეგ რაღაცეებიო, შეიძლებაო, აი სადღაცო ჩაგითრიონო და ესეთი რაღაცები, ხო? ალბათ თქვენს ყვანან ასეთი მრჩევლები, ვისაც სინამდვილეში ეშმაკი იყენებს თქვენს წინააღმდეგ, ისე რომ თვითონაც აზრზე არ არიან. და შეიძლება ჩემზეც კი გირჩევენ, რომ მოდი მაგ ვიდეოებს ნუ მოусმენო რა. სინამდვილეში ხო ეს ეშმაკის მიზანი სწორედ ესაა. ჩამოაშოროს ადამიანები ღვთის განზრახვებს. და კეთილის მსურველი მეგობრების მეშვეობით, ერთის შეხედვით, რა თქმა უნდა, კეთილის მსურველები თავიანთი გადასახედიდან ისინი ამაში დარწმუნებულები არიან, რომ კეთილის მსურველები არიან თქვენთვის. და უარი გათქმევენ იმაზე, რაც ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია აი ამ სამყაროში, ზეციერი მამის გაცნობაზე და მისი განზრახვების გაგებაზე. აქ ზუსტად ეს საკითხი დგას, ხო? და რაზეც იესომ სწორედ უთხრა პეტრეს, რომ გამშორდი სატანაო, ანუ იმ ამით ის კი არ უთხრა, რომ შენახარო სატანაო. ნუ სატანის გავლენის ქვეშ ხარო. აქ ბოლოში ზუსტად იესო ეუბნება პეტრეს, აი თუ აკვირდებით, რომ არის ღვთიური ფიქრები და არის ადამიანური, ანუ კაცის ფიქრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართულია სატანა ეშმაკისაგან. როგორც აქ ზუსტად იკითხება, ხო? ადამიანის ფიქრები, კაცის ფიქრი. და ესე იგი, აი ამ ორი განსხვავებული ფიქრებიდან აზროვნებიდან საბოლოო შედეგები ქცევისა იქნება განსხვავებული. აი ზუსტად ამიტომ უნდა ვიყოთ ყველა ჩვენგანი დაინტერესებული ჩვენი საკუთარი აზრებით, ფიქრებით, გეგმებით, რომლებსაც ვაწყობთ ჩვენს გონებაში, გავერკვიოთ ვისგანაა ესა თუ ის აზრი და ფიქრი, რომელიც ახლა ტრიალებს თუნდაც ჩვენს თავში უფლისაგანაა თუ სატანა ეშმაკისაგან. და როგორც უკვე ვთქვი, მდგენელი ყოველთვის არის წმინდა წერილები. თუ შენი აზრები, შენი გეგმები, შენი ფიქრები ეთანხმება წმინდა წერილებში მოცემულ აზრებს, გამოდის რომ შენ თანხმობაში ხარ უპალთან, მაგრამ თუ საპირისპიროს ფიქრობ, რაც წმინდა წერილებში იკითხება და მე გასული ვიდეო გაჩვენეთ თუ როგორ ფიქრობს
დღევანდელი სასულიერო პირები საპირისპიროს ღვთის სამართალთან დაკავშირებით და ეს როგორ ჩანს, როგორ გამოიკვეთა იმ პოლარიზებიდან, რაც მათ გამოიწვიეს ჩვენს ქვეყანაში და იმ ზომბირებული მრევლის, რომლებიც მოძალადეებად გამოზარდეს აი ამ სიძულვილის კამპანიებით, ეს მოისმინეთ თუ არ მოგისმინეთ ამის წინა გასული ვიდეო როგორ იცოდეთ, დაწმუნდეთ როგორ მოქმედებს სატანა. სატანა ყოველთვის ხოვობს, სატანა ყოველთვის ავრცელებს უფლის მიერ მოცემული სწავლების საწინააღმდეგოს, რაც წმინდა არ იკითხება. იმას თუ უპირისპირდება, ეს არის უკვე სატანის აზრი. ზემოთ კი შევეხე როგორც გითხარით, მაგრამ მოდი უფრო დავაკონკრეტებ თუ რა არის მდგენელი და რატომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენს საკუთარ თავში, საკუთარ აზრებსა და ფიქრებში გამორკვევას. ნახოთ რა ზმეუნება თვითონ ჩვენი ზეციერი მამა, ესაა წინასწარმეტყველის პირით, აგერ ესაიას წინასწარმეტყველებას თუ ნახავთ 55 თავის 8-დან 10 შათვით მუხლებს დავურთავ. მე მუხლიდან გვიხსნის რომ მისი ზრახვები განსხვავდება ჩვენი ფიქრებისა და აზრებისაგან. ასევე მისი გზები განსხვავდება ჩვენი გზებისაგან. საერთოდ ხომ ასეა, ნებისმიერი ადამიანი იმ გზას ადგება და იმას საქმიანობს, რაც მის თვალში სწორია და მისაღებია. და სწორსა და მისაღებზე ცალკე სასაუბროა და ეს მოკლედაც აღნიშნე, რომ ამას მდგენელი არის მხოლოდ წმინდა წერილები, მაგრამ ყველა ადამიანი იმ გზას ადგება, რაზეც ფიქრობდა. რა აზრებიც მოსდიოდა თავში, რა გეგმებსაც აწყობდა და მერე საბოლოოდ დაადგა სწორედ აი ამ გზას, აი ეს ცხოვრების სტილი აირჩია, თუ ის ყოფა, რომელშიც არის ნებისმიერი დღეს ადამიანი. და აქვე მინდა აი ეს გავაკეთო პატარა ჩანართი, საბოლოოდ სად მიყავს ყველა ადამიანს თავისი ნაფიქრი გზით, თავისი საკუთარი თავი. თუ კი ის რა თქმა უნდა, არ შეაჯერებს ღმერთის ზრახვებთან, მის გზებთან თავის ცხოვრებას. იგავნების მე-16 თავის 25 მუხლი. ნახეთ ყველა ადამიანის თავისი არჩევანი, თავისი არჩეული ცხოვრების გზა სწორი გონია თავიდან, იმიტომ რომ ჭკუის კოლოფები გონიათ თავები, ყველა ადამიანი ასე ფიქრობს, რომ ჭკუის კოლოფია, ხო ასეა. და საბოლოოდ ყველანი სიკვდილში ასრულებენ თავიანთ ცხოვრებას. ვინც უფალს არ უსმენს. რა თქმა უნდა, ეხლა სიკვდილით ყველა ისედაც მოკვდებით, მაგრამ ის გზა, რომელსაც უფალი გვაჩვენებს, აქვეა დანახებული. აგერ დაუბრუნდები ისე თუნდაც იმ კვლავ მე-9 მუხლს, ესაიადან. აქ გვიხსნის რატომ, როგორ და რა განსხვავება, რამხელათია განსხვავება უფლის გზასა და ჩვენს გზებს შორის. და უფლის ეს გზა, რომლისკენაც ის მიგვიძღვის და მიგვითითებს, მარადიული სიცოცხლისაკენ მიმავალი გზა. თუ როგორ უნდა დავყვეთ აი ამ გზას და რას მივიღებთ საბოლოოდ შედეგად, ყველა ის ადამიანი, ვინც აი ამ გზას ავირჩევთ, დავადგებით, მე თუ გაინტერესებთ განხილული მას უკვე ჩემს გვერდზე, შედეგად როგორი ცხოვრება გველოდება წინ, ვინც უფლის რჩევებს მივყვებით, წმინდა წერილებიდან რა თქმა უნდა, და არა ჩემს რჩევებს. მე ვდებ აგერ უფლის რჩევებს, ხო, ვინც თვალს ადევნებთ, ზოგს ისე გონია ხოლმე თითქოს რაღაცას რო საუბრობ, ესეც აუცილებლად მინდა თქვა, რომ თითქოს მე ჩემ აზრებს ვახვევ თავს. არა. აგერ წერია, თქვენი საკუთარი თვალით კითხულობთ და თქვენ კითხულობთ არა ჩემ აზრებს, არამედ უფლის აზრებს, რომელიც წმინდა წერილებშია მოცემული და მის რჩევებს. და მე ესენი განხილული მაქვს 28-დან 35-ის ჩათვლით ვიდეოებს თუ ნახავთ, ვინც უფლის აზრებს მივყვებით, უფლის რჩევებს, სად მივალთ ბოლოს. და რომ უფლის ეს აი ეს გზა, რომელიც რაზეც აქ იკითხება, მისი დიდებული ბრწყინვალე განზრახვის ნაწილია და ის უტყუარია. გვიხსნის აგერ მე-10 მუხლში მოყვანილი შედარებით ბუნებრივი პროცესზე დაკვირვებით, ასევე ეს ხო ბუნებრივი პროცესი ხო თავად უფალმა შექმნა, ხო? და თუ კი ეს ბუნებრივი პროცესი, რომელიც შემოქმედმა შექმნა, აი ამ თანამიმდევრობით ვითარდება, როგორც აქ აღგვიცას, ხო? და ისედაც ჩვენ ხედავთ ჩვენ თვალით რა ხდება და თავის დანიშნულებას საბოლოო მიზანს აღწევს, ასევე იქნებაო ჩემი სიტყვა, ანუ რასაც კითხულობთო ბიბლიაშიო, და ჩემს რჩევებს უმითითებებს იღებ, თუ ასევე იქნებაო ამ შემთხვევაშიც, როგორც მე-11 მუხლი გვეუბნება აგერ, რომელ სიტყვებს გულისხმობს აქ. აი სწორედ აი ამ სიტყვებს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ და რომელიც მე ჩემს მიერ დასახელებულ იმ 28-დან 35-ის ჩათვლით ვიდეოებში მაქვს განხილული, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ღვთის მიერ დაპირებულ მარადილ სიცოცხლეს, როგორ უნდა მოხდეს აი ამ სიცოცხლის ეგრეთ წოდებულ წინგში და როგორ უნდა იცხოვროს მარადიულად. ეს ხო ჩემი დაპირება არ არის, მე ხო არ გპირდებით ამას, უზენაეს გპირდება და მისი სიტყვა არ გამტყუნდება, როგორც აქ ვკითხულობთ.
ბიბლიის პირველ ფურცელზე თუ ნახავთ წიგნ დაბადებას მეორე თავში, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და დედამიწაზე 6-ოთხე, მას 6-ოთხე სხვა განზომილებაში არსად არ შეუქმნია, სადმე ზეცაში არ შეუქმნია, როგორც ამაში გარწმუნებენ სატანა ეშმაკი და თავისი მარიონეტი სასულიერო პირები, თავიანთი რელიგიები ღმერთს არ შეუქმნია, რელიგიები შექმნა ეშმაკმა, ყველა რელიგია აბსოლუტურად ეშმაკისაა. ეს ჩანს იქიდან, რომ ბიბლიის პირველივე ფურცელზე და მე ეს განხილული მაქვს თუ შემოხვათ ჩემ გვერდზე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე რიგით ვიდეო რგოლებს თუ მოისმენთ და იესომ გვასწავლა ჩვენ ზეციერ მამასთან ურთიერთობა, ზეციერი მამის გაცნობა, ზეციერი მამის თაყვანისცემა და არა რელიგია და იესოს მიმდევრობა სხვა რამეა. თუ ზუსტად მიუყვებით ისე იესოს, ის მიგვიძღვის წინ. თუ როგორ უნდა ვცეთ ზეციერ მამას თაყვანი იესოს მიბაძვით. ეს რელიგია არა. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ისეთი რამ, რაც ჩვენ დავკარგეთ. როგორც მაგალითად ბუნებრივად გვაქვს ჭამის მოთხოვნილება, ძილის მოთხოვნილება, წყლის მიღების მოთხოვნილება, ხო, მე ამაზე გასულ ვიდეო რგოლებში ბევრი ვისაუბრე, ასე გვაქვს ეს მოთხოვნილება ზეციერ მამასთან ურთიერთობის. და ეს რელიგიები არის უბრალოდ სატყუარა სოსკა, რომელთაც ადამიანებს გონიათ, რომ იკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებას. და ამიტომ აგერ მე-11 მუხლიდან ჩვენ გვეუბნება საბოლოოდ თუ დაუჯერებთ ღმერთის სიტყვებს, აი ამ წინა წელებში მოცემულ რჩევებს, სად მივართ. და ჩვენი საქციელის შედეგები როგორი იქნება. თუ კი ამაზე ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა და ეს ჩვენი ნაზრევი როგორ იქცევა შემდგომში რეალობად, ჩვენს მომავალ ცხოვრებად და ცხოვრებისეულ ყოფად დღესვე. მისი მორჩილი ადამიანები ასე ვცხოვრობთ. მაგრამ იქნებით იქ პირადად თქვენ, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული თუ რა ფიქრებით კვებავთ თქვენს გონებას დღესვე, რა აზრები გიტაცებთ. აი რა აზრებით ხართ დაკავებული ყოველდღიურად. ადამიანური და აი ამ ქვეყნიურით თუ ის რაც ჩვენი სიცოცხლის შემოქმედის ჩვენი ზეციერი მამის აზრებია და ის რაც რისთვისაც იესოც იყო როგორც უკვე თქვი დედამიწაზე მოსული, რათა ჩვენთვის გაეცნო როგორც თავად ზეციერი მამა, ისე მისი ნება და მისი განზრახვები. რამდენად ცდილობთ თქვენ ყოველდღიურად მეტი და მეტი გაიგოთ ღმერთის განზრახვების შესახებ. თუ სახარებებს არ წაიკითხავთ, ღმერთის განზრახვები არავის არ დაგესიზმრებათ. ღმერთის განზრახვები წერია სახარებაში, უნდა წაიკითხოთ ახალი ართმანთლიანად, თავისი სახარებებიანად, რას გასწავლიდათ იესო, რას გვასწავლიდა ყველას. იქ წერია სწავლება და შემდეგ 60 წერილები, იმიტომ რომ მოციქულები მისგან იყვნენ გასწავლილი და მათ რაც დაავალა ისინი უკვე მოციქულთა წერილებში იკითხება მერე. მოდით შევეხოთ ახლა აი ამ ორივე კატეგორიას, რომ გავიგოთ ჩვენ რომელს მივეკუთვნებით პირადად. ისინი ვართ, ვინც ვეძიებთ ზეციერი მამის გზებს, თუ პირიქით ეშმაკის გზას ვადგავართ. აგერ იობის წიგნიდან დაურთავ 24 თავის 13-17, ახლა მთელ კონტექსტს არ შევეხებ, მე-13 მუხლს მივაქციოთ ყურადღება. აქ ნახსენები ადამიანთა ის კატეგორია, ვინც არ აღიარებს არც ღვთის არსებობას და მათ შორის ისინი, ვინც ესე იგი კი აღიარებენ ღმერთის არსებობას, პირზე აკერიათ უფალი სულ, მაგრამ მეორე წუთას არ ადაგდებენ მის სწავლებას, ზურგს აქცევენ იმ ბილიკებს, რომლითაც უნდა დადიოდეს ყველა ღვთისმოსავი ადამიანი, ყველა ქრისტეს მიმდევარი. როგორც ზემოთაც თქვი, რა გზას ადგას ადამიანი, როგორც ცხოვრობს, ეს იმაზე მეტყველებს თუ რაზე ფიქრობდა ის, რა გეგმებს აწყობდა, რითი კვებავდა თავის გონებას, თავის შინაგან პიროვნებას. და სწორედ აი ეს ჩაიდო მერე გულში და ეს გულში ნადები უკვე განახორციელა, გარეთ გამოიტანა თავისი შინაგანი, როგორც თავისი საუბრებით, ისე თავისი ქცევებით. ეს არის ნებისმიერი ადამიანის ნაზრევის შემთხვევაში ასე ხდება. მისი გულის სურვილები თავის ქცევებში და საუბრებშია ხოლმე ასახული ნებისმიერი ადამიანისა. აი ამის საპირისპიროდ კი ვინც გვინდა რომ ჭეშმარიტი სიცოცხლე მივიღოთ, უფლის გზით ვიაროთ, ნახოთ რა იკითხება უკვე წიგნი იგავნის მესამე თავის 5-დან 8-ში. აი თუ აკვირდებით საუბარია ძველი ქართული სიტყვაა გამოყენებული, აქ როდესაც ნახსენებია სასოება, ეს ნიშნავს იმედს თანამედროვე ქართულზე, დაიმედებას, ანუ აქ ნიშნავს ესე იგი მე-5 მუხლი როგორც მოგვიწოდებს, რომ დღევანდელი ეს დავენდოთ დღესვე ვის, მხოლოდ და მხოლოდ უფალს. ჩვენი სიცოცხლის შემოქმედს და მის სიტყვებს, მის რჩევებს, მის აზრებს, რომლებიც მოცემული გვაქვს წერილობითი სახით ბიბლიაში, როგორც წმინდა წერილები. და ვიხემძღვანელოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველა სფეროში აი ამ წიგნით. რადგან ეს წიგნი შეგვიძლია ასევე შევადაროთ რუქას, რომელსაც 60-ისაკენ მივყავართ. და არა მარტო მომავალში მივაღწევთ ღვთის მიერ დაპირებულ 60-ში მარადიულ სიცოცხლეს, არამედ დღესვე
ავირიდებთ თავიდან უდროოდ სიკვდილს. აგერ იკითხება მერვე მუხლში მიაქციეთ ყურადღება თუ როგორი რამხელა სარგებელი მოაქვს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის აი ამ წიგნში მოცემულ რჩევებს თუ კი გამოვიყენებთ ცხოვრებაში რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ იკითხეთ ყოველდღიურად ბიბლიის ეს წიგნი იგავნი. მასში არის მოცემული მოკლე რჩევები და ეს თითოეული რჩევა გაიაზრეთ თუ წაიკითხავ ერთ რჩევას. ეხლა შეიძლება რამდენიმე მუხლში ერთი რჩევა იყოს ან ერთ მუხლში სულაც ორი რჩევა ეწეროს იგავნში. და როცა კითხულობ ამ რჩევებს, ერთ რჩევასო წაიკითხავ, გაიაზრეთ ცხოვრების რომელ სფეროში გამოგადგება, საკუთარ თავთან გამოიყენებ თუ სხვებთან მიმართებით როგორ უნდა გამოიყენო და ესე მსჯელობაში დაგეხმარება ეს რჩევები ცოცხლად გამოიყენო. დასაწყისში მეხუთე მუხლის მეორე ნაწილში კიდევ ერთხელ შევეხები, აქ გვაფრთხილებს, ნუ იქნებითო ჭკუის კოლოფები. ამის საპირისპიროდ მეექვსე მუხლი გვარწმუნებს, რომ უფლის რჩევა დარიგებებით ვიხემძღვანელოთ ყოველდღიურად ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანებთან ურთიერთობებისას იქნება ეს თუ საკუთარ თავთან მიმართებით. და მეშვიდე მუხლი იგივეს გვიმეორებს, რომ ჩვენ არავინ არა ვართ. უფლის სიბრძნით უნდა უფლის სიბრძნესთან შედარებით ხო ჩვენა ვართ მიწის ნაწილაკები და ჩვენმა ზეციერმა მამამ ჩვენზე გაცილებით მეტი იცის და ჩვენთვის უფრო უკეთესი უნდა ვინტრე ჩვენ გვინდა საკუთარი თავისთვის. აი ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ამიტომ უნდა ვცდილობდეთ წმინდა წერილებში მოცემული რჩევების ცხოვრებაში გამოყენება.